მუნიციპალური განვითარების ფონდი რუსთავში UEFA-ს მეოთხე კატეგორიის სტანდარტების 8000 ადგილიანი სტადიონის პროექტირებაზე მუშაობს. არქიტექტურული კონცეფციების კონკურსში გამარჯვებულმა კომპანია სტუდიო 9 წინა საპროექტო კვლევა უკვე დაასრულა. პროექტის დეტალები ინფრასტრუქტურის მინისტრმა რუსთავის მერთან, მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორთან, პარლამენტში რუსთავის დელეგატთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად განიხილა. მოგვიანებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა სტუდია 9-ის ოფისში, სადაც არქიტექტურულ კონკურსში გამარჯვებულმა კომპანიამ რუსთავის მერს და პარლამენტარებს საპროექტო კვლევის შედეგები გააცნო. პროექტირების დასრულების შემდეგ მუნიციპალური განვითარების ფონდი სამშენებლო ტენდერს გამოაცხადებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის არა მხოლოდ ფუნქციურად სპორტული ობიექტების აშენება, არამედ ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენს ქალაქებში მივიღოთ ახალი არქიტექტურული ღირებულების მქონე ობიექტები. რუსთავი გამოირჩევა მათ შორის თავისი განსხვავებული და განსაკუთრებული არქიტექტურით. უახლოეს პერიოდში რუსთავს იქნება თანამედროვე ახალი სტადიონი, რომელსაც ძალიან დიდი ისტორია აქვს. აქტიურ რეჟიმშია თვითონ საპროექტო ნაწილი, განსაკუთრებული მხარდაჭერა გვაქვს პრემიერის, სწორედ მისი ინიციატივით დღეს რუსთავს აქვს ეს დიდი შესაძლებლობა. პროექტანტს აღებული აქვს ქალაქ რუსთავის მერიიდან სამშენებლო პირობები და უშუალოდ მუშაობს პროექტის ესკიზურ ნაწილზე, რომელიც უკვე უახლოეს მომავალში უნდა ჩაგვარდეს.